თქვენ დაგეწიათ გზაში ეს გადაწყვეტილება, რომ ლევან ხაბეიშვილს აუკრძალეს 2 თვის განმავლობაში სატელეფონო ზარების განხორციელება, ანუ ვერ დარეკავს ციხიდან და ვერ გამოაგზავნის წერილს. ახლა ახსნა დადგენილებიდან, რას წერს რეჟიმი, რომ არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას, რაც ხელშეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. რა ვიცი, როგორ აფასებთ, როგორც იურისტი? მოგესალმებით, სოფო. ნუ რა გითხრათ, რამოდენიმე წამის წინ გახდა ჩემთვის ცნობილი აღნიშნული გადაწყვეტილების საუბარზე, სრულიად არ არის გასაკვირი, ვინაიდან ჯერ კიდევ მოსამართლე წერდა გადაწყვეტილებაში, როდესაც ლევანი დააპატიმრა, რომ არ დავაპატიმრო ლევანი, იგი განაგრძობს საჯარო გამოსვლებს, განცხადებების გაკეთებას და ამიტომ, ასე ვთქვათ, შეუქმნის საფრთხეს საზოგადოებას და ხელისუფლების დამხობის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური განცხადებების გამო და ნუ საერთოდ არ მიკვირს, ალბათ გადაწყვიტეს, რომ იმდენად აქვთ ეს რაღაცა აღქმები და შიშები, რომ გადაწყვიტეს, რომ ლევანს საერთოდ ჩაუხშონ მისი მიერ დაწერილი წერილი, რომ ჟურნალისტმა არ გაახმოვანოს, ანუ და გუშინ გამოგზავნა ერთი წერილი და მოუწოდა კვლავ ძალაში დარჩენას 4-ის თარიღი ძალაში რჩება და ჩემი კი არ ეშინიათ ხალხის პროტესტის ეშინიათ რეალურადო და მოუწოდა ხალხს ციხიდან და შესაბამისად შეშინდნენ წერილიც აშინებთ როგორც ჩანს ხაბეიშვილის. ახლა იურიდიულად რომ მივყვეთ ამ საქმეს, რამდენად კომიკურია ეს ბრალი? მინდა ვისარგებლო შემთხვევით სხვათა შორის და ნუ დღეს დილიდან სრულიად სამთავრობო მედია ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას და დამხვდნენ, ასე ვთქვათ, მე-12 დაწესებულებაში ვიყავი, დღეს მოვინახულე პოლიტპატიმრები ბატონი ნიკა მოვინახულე მელია, რომელმაც ასევე მოგითხო გადმოგცა სრული სოლიდარობა გამოუცხადა ხალხს ლევანთანაც მინდოდა შესვლა, თუმცა ვერ მოვახერხე რაღაც დროის გამო, სხვა ადვოკატს ხვდებოდა და თქვენთან მიწევდა გადაცემაში მოსვლა. ნუ სასაცილოა, დაამხდნენ კოდექსებით, ნუ ეთყობა კახასთან გაიარეს კალაძესთან, ეს ხომ ბოლო დროს მათი იურისტ კონსულტანტი გახდა და ასე ვთქვათ ბრიფინგებს წარმართავს ხოლმე ამ საკითხებზე და ნუ ყველა ეს სამთავრობო მედიის წარმომადგენლები კოდექსებით დაამხდნენ, რომ აი რატო ამარცხლებთ საზოგადოებაში სიცრუეს, რომ აი აქ აწერია ამ კოდექსის მუხში, რომ აუცილებელია ძალადობრივი კომპონენტი, აი მუხში ძალადობა წერია ზევით და თქვენ რატომ ამბობთ, რომ ხაბეიშვილს ტყუილად წაუყენეს ბრალი, ნუ სასაცილოა რა, ნუ გიმილის მომგრელია. ნუ რა გითხრათ 307 მოხზე არის საუბარი, სადაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, საუბარია რომ ლევანი თითქოს და მოუწოდებდეს საჯაროდ ძალადობით ხელისუფლების დამხობისკენ. ყველგან ამბობდა რომ მშვიდობიან, ყველგან ამბობდა კონსტიტუციის ფარგლებში, ნუ ნებისმიერ იურისტთან, ნებისმიერ ასე ვთქვათ სამართლებსოდნესთან, არა ფეხბურთელებთან, ნუ იურისტთან, ნუ გაიარონ აღნიშნული საკითხი, მეცაც გეტყვით. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვათა შორის საკონსტიტუციო ავტორები არიან დაჩი ცაგურია, ზუია ძიძიგური, კახა კუკავა, რომლებმაც მიმართეს თავის დროზე და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირდაპირ ძალადობით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ყველა შემთხვევაში არ წარმოადგენს დანაშაულს, ეს უნდა იყოს კონტექსტი და აქ უნდა მიექცეს ყურადღება, ასე ვთქვათ, რეალურად ხდება თუ არა ძალადობრივი კომპონენტი და რა გვაქვს ჩვენ საქმეში. ნუ თავი რომ დავანებოთ კომენტარებს, სასამართლო პრაქტიკას, ნებისმიერ იურისტს კითხეთ, 307 მუხლის კონტენტი არის თუ არა სავალდებულო კომპონენტი, რომ პირს რომ ბრალი წაუყენოთ და დავიჭიროთ მის მიერ გამოთქმული საჯარო მოწოდებებისთვის, რომ აუცილებლად ეს უნდა იყოს ძალადობით ხელისუფლების დამხობის, ასე ვთქვათ, კონტენტი. და ამისთვის მხოლოდ განცხადება არ კმარა და უნდა იყოს გარემოებები, რომ ამას აპირებს, ხო? და ეჟდება პირდაპირ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თუკი, ასე ვთქვათ, ადამიანების მასა, ადამიანები გამოთქვამენ ხელისუფლების მათ შორის ძალადობით დამხობისკენ მოწოდებას. ეს უნდა გათვალისწინებული იყოს კონტექსტი და ეს ყველა შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი და ლევანთან მიმართებით თვითონვე სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებებიც კი არ არსებობს, სადაც თუნდაც ერთი მონათქვამი იყო, სადაც არ არის აპელირება მშვიდობიანი კონსტიტუციის ფარგლებში კანონიერი ქცევა და პირიქით არ მოუწოდებდეს ხელისუფლებას ლევან ხაბეიშვილი, რომ არ იძალოდონ მოსახლეობას. ბანო გიორგი, ეს მუხლის სხვა შორის მეორე დღეს დააწიეს. პირველ დღეს დაიჭირეს კაცი, აგერ ფორმულას ეზოში და 2 თვის წინ მოყოლებული რომ ხალხზე უნებოდა გედედეს თანამშრომლებს, რომ თქვენ არ დაარღვიოთ კანონი და თავპირი არ დაულეწოთ ადამიანებს და ამის შემდგომ თუ ასე არ მოიქცევით და არ
არ დაარღვევთ კანონს, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდგომ თქვენ ბიუჯეტიდან გექნებათ ჯილდო, ეს პოლიტიკური განცხადება, ანუ დაახლოებით იგივე დაპირება, რასაც ბიძინა ივანიშვილი 5 მილიონს რომ პირდებოდა სოფელს. არა მარტო ასეთი ბევრია აგერ ამ ყველა არჩევნების წინ. ვალების ჩამოწერა 600,000 პირისთვის, რომელიც ბანკებს მათ ჩამოაწერს ვალები, ხო? ნუ წარმოვიდგინეთ, პირდაპირ ამ ურჩევლებს მოსყიდო, ხო? კი ბატონო. არის თუ არა ეს საჯარო დაპირება? რა თქმა უნდა, ნუ უბრალოდ პოლიტიკური დაპირება. ჯერ იქიდან რომ დავიწყოთ, რომ რატომ მოხდა მანდ ტელევიზიის ეზოში დაკავება, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სასწრაფოდ იყო მიღებული გადაწყვეტილება დაკავებასთან დაკავშირებით და მერე მოიფიქრეს ეს ყველაფერი. ხო, გზადაგზად თუ სამი თვე ლევანი ასეთ ხელისუფლების დამხობისკენ სახიფათო განცხადებებს აკეთებდა, ფაქტობრივად ამხობდა ხელისუფლებას და დღეს ფაქტობრივად წერილების დაწერაც კი აუგრძალეს და პირდაპირ წერს. ხო, ჩვენ ხო არაფერი მოგვიგონია, პირდაპირ წერს სუსი, რომ ლევანის რომ ქონდეს კომუნიკაცია და პაენები და სატელეფონო საუბრები, ამით ფაქტობრივად ხელისუფლების დამხობის რეალურობა და ნუ აი დანაშაულს ჩაიდენს და ასე შემდეგ და ასე. სისულელე. 10 სექტემბერს მოხდა გადაწყვეტილების მიღება, იმდენად ეთყობა, იმდენად ეჩქარებოდა ლევანის დაკავება, რომ ნუ თქვენ წარმოიდგინეთ ტელევიზიის ეზოში ხო ნელია ისე დააკავებს ტყეში, ყველაფერი დაამტვრეს, ტელეფონები წაართვეს და დღემდე ერთი ფურცელიც არ არსებობს რისთვის? იმიტომ რომ რომ არ გავრცელებული იყო უკანონოდ დაკავების. ნელიას დაკავების ვიდეო არ გვაქვს. ბევრი გვაქვს მანამდე დაკავებების, მაგრამ არ გვაქვს ელემენტარულად რა დაუდეს საფუძვლად და ვინ იყვნენ ეს პოლიციელები და ეს საქმე სასამართლოში არ მიუტანიათ და ტელეფონი აქვს წაღებული და არ გვიბრუნებენ და საერთოდ რეაგირების გარეშეა, გესმით? ანუ გატაცებულია ოფიციალურად. უკანონოდ არის გატაცებული და ზის. შემდგომ აი წყლის შესხმამდე რომ მივედით. მისი ემოციური ფონი რამაც გამოიწვია ეს იყო, ხო? და ლევანი პირიქით სასწრაფოდ ერთმანეთს ასწრებდა, ჯერ სუსი მოვიდა და გზედ ლამის კიდე ყო აი ეთერში არ შემოვარდნენ დაიჭირეს და მე კრიმინალური პოლიცია მოვარდა. ეს ერთი ხო რატომ მოხდა? გადაჭრა კადრი არ იარსებებდა შემთხვევით რო არ შესწრებოდა ამ ყველაფერს მიშემშულდაძე და ვახოსანა. ტელევიზიის ეზოში აკავებ პოლიტიკოს, კადრებიც იქნება და ნუ თავისთავად ხო თუმცა არა, როდესაც მიღებული არის დავალება, უნდა გაკეთდეს. ხო, მაგრამ 10 და ერთმანეთს სუსი და ეხლა უკვე სამი თვე თუ ესეთი დანაშაულს ჩადიოდა ლევანი. 10 სექტემბერს რას ელოდებოდა რომელიმე სამსახური, ხო? ან შინაგანაცვლების სამინისტრო, ან რა ქვია, სუსი. შემდგომ დააკავეს ამ ბრალით და ნუ გახსოვთ თქვენ პერიპეტიები, კიდევ ერთხელ ვამბობთ, სრულიად, ასე ვთქვათ, ნუ იურისტებზე აღარ ვსაუბრობ და ნუ ასე ვთქვათ, ოპოზიციონერთა განწყობილ მოსახლეობაზე თავიანთივე ასე ვთქვათ მომხრეებში გაშარჟდა ეს თემა, გესმით? ამიტომ დასკდნენ ახლა იქ ალბათ სპორტსმენები და იურისტები და მოიფიქრეს ახალი ბრალი, რომ ამბოხისკენ მოწოდება. კი, შუაში იყო ბრიფინგი უკრაინაში, უკრაინელების ასაფეთქებელ საშუალებებთან დაკავშირებით. ხო, ირიბი მინიშნება ჯერ ვეძებთ კავშირებს. ანუ კაცი დავაკავეთო და ახლა ვეძებთ რაღაც კავშირებს. ეს ამაზეც მინდა გავაკეთო. დაახლოებით 10 საქმეა მოვთვალე მე დღეს რა, ანუ დაწყებული საბურავების შეგროვებიდან და რევოლუცია. მე მაგალითად საბურავების საქმეს ვეძახი, თაროებზე შემოდებული რევოლუციის სცენარი ვითომ ყოველი არჩევნების წინ. უნდა დაზაფრონ საზოგადოება და მე რამდენად უნდა რაგვარი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი თალიბანი კაცი რო ეგონა. ნუ ჭიგაიძე დაწყებულია, ნუ ბოლოს გარეჯი საქართველოს საწავლა ეს საქმე, ხო? ანუ ეს ჩვეულებრივად დაუბრუნდნენ შემდგომ უკვე მეორე დღეს აპრობირებულ მეთოდს რაღაცა გააბეს არარსებული კავშირები ხაბეიშვილთან და ასე ვთქვათ ოპოზიციასთან, პროტესტთან, 4 ოქტომბერთან, ასაფეთქებელ მოწყობილობებთან ერთი ფურცელი არ დევს საქმეში. ერთი ირიბი მტკიცებულებაც არ დევს საქმეში. ნუ მე რამდენად უნდა დაზაფრონოს საზოგადოება. ხაბეიშვილი გაკოჭეს, შეიძლება ითქვას. აუკრეს პირი და დაატუსაღეს. ნუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება ლევანს საზოგადოებასთან აქვს ადვოკატების მეშვეობით. იმიტომ რომ ნუ სამწუხაროდ მათთვის ჯერ არ აქვს. წერილს თქვენც არ გამოგატანე? წერილს არა, მაგრამ ელემენტარულად ნუ ჯერ გვაქვს. სიტყვიერად ახლა პირს ვერ ამოუკერავენ ალბათ. ვერც ადვოკატს ვერ ამოუკერავენ პირს და ნუ ჯერჯერობით არ შეუტანიათ ის ცვლილება, რომ ადვოკატის ყოვლისუფლება აუგზავნოს ვინაიდან კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში და საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ყავთ, თორე ამასაც გააკეთებდნენ დარწმუნებული ვარ. ამიტომაც ერთადერთი ახლა ნუ ღიმილის მომგვრელია რა, ანუ რას ფიქრობენ რა, ახლა ლევანი თუ წერილს არ დაწერს და ეს წერილის არ წაიკითხავს მაგალითად ჟურნალისტი ეთერში, ამით მათ ასე ვთქვათ უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, ხო? ნუ რაზე არის საუბარი რა. თვითონ ეს мотиваციაც კი აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი არის. და ამიტომაც მე ურჩევდი რომ თუ საუბრობთ ხოლმე რაღაც სამართლებრივ არგუმენტაციაზე, რომელიც თავისთავად აქ მიასახარისხოვანია, იურისტებთან გაიარონ კონსულტაცია. ერთი იურისტი თუნდაც მათი მომხრე გამოიყვანონ, თქვან რომ სად რომელი სასამართლო პრაქტიკით, რომელი კომენტარით არის დასაშვები რომ ადამიანი დაიჭირონ, ასე ვთქვათ, არაძალადობრივი დამხობისკენ
მოწოდების ფარგლებში. სად წერია ეს, ხო? ნუ სასაცილოა. თან ეს ახლა რაზე მეტყველებს message box-ში მიიღო დილით სამთავრობო მედიამ და ყველა და ქარდები მომიზღუს ახლა რომ მოდით ყველა სამთავრობო მედია დებს რომ აი ადვოკატი სიცრუეს აწვდის საზოგადოებას რომ ლევან ხაბეიშვილის ბრალდების ასე ვთქვათ არამართებულობასთან დაკავშირებით. ხო, ნუ ძალიან ელენეც მოვინახულებით. ხო, ეს უნდა მეკითხა, ხა ელენესთანაც იყავით თქვენ და ციხეები გადააავსო ივანიშვილმა პოლიტიკური ოპონენტებით. ნიკაზეც კი მინდა მე კითხოთ მელიაზე ელენეზე ვისაუბროთ. ჯერ ელენესთან გუშინ იმყოფებოდით. თქვენ დღეს ელენემ თქვა რომ ის არაფერს არც გირაოს გადახდას, არც სასამართლოზე მისვლას. ელენე არ ჩემი მეგობარი ძალიან დიდ პატივს სცემ წლებია და ნუ გუშინ მქონდა შესაძლებლობა ღამეში ვხვდი წინასწარი დაკავების იზოლატორში ნუ ვისაუბრეთ ნუ რა უნდა ვთქვა ხო ნუ მისი პოზიცია არის საჯაროდ ცნობილი აი აბსოლუტურად ნუ 197 მუხლი რომლითაც გადაწყვეტა ამ ხელისუფლებამ კახაკალაძის იმიჯი დაიცვას მოუწიათ ჯერ საპატიო ყარაულის დაყენება ამ ბანერებთან ნუ რა მოიფიქრეს რომ თუ ვიღაცას ახლა მაგალითად ახალგაზრდა სტუდენტი დასაჯეს დააკავეს 2 დღე გამოუშვეს და ნუ იფიქრეს რომ აი ამ მაგალითად სხვები აღარ გააპროტესტებენ და ბანერს აღარ ასე ვთქვათ დააწერენ იმას, რასაც ფიქრობენ. აბსოლუტურად შედება გამოხატვის თავისუფლების პრობლემებში ერთადერთი, ნუ სამართლებრივად რაც შეიძლება იყოს ეს არის რომ ეს ზიანი შეიძლება სამოქალაქო წესით პარტიამ მოითხოვოს პირისგან. რა სად არის აქ სისხლის სამართლებრივი დანაშაული? აქ არის წმინდა წყლის ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსის. გესმით? ანუ რაც შეეხება ელენესთან მიმართება ჯერ როგორი ასე ვთქვათ სიმბოლურია რომ კოალიციის 4 ლიდერი ზის ციხეში წარმოედგინეთ. 4 ლიდერი ზის ციხეში. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ძალიან მიჭირს აქ სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარი. ნუ ელენეს საქმეში ნუ თავისთავად გასაგებია ხო? ასეთი დაბალი სტანდარტით პოლიტიკოს ოპოზიციონერს რომლის კოალიციის 3 ლიდერი უკვე ყავს გამოკეტილი ციხეში მინიმუმ ასეთი დაბალი სტანდარტით როცა საარჩევნო კოდექსი ადმინისტრაციული წესით ჯარიმაზე საუბრობს ზოგადი მუხლით ზოგადი კოდექსით სისხლზე გაშვება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს აღნიშნული ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და თუ კი აქ საუბარი არის ქონებრივ ზიანზე ეს ქონებრივ ზიანი შესაძლებელია სამოქალაქო დავის წესით მოგვარდეს ეს არის ერთადერთი სამართლებრივი რაც შეიძლება ამ კუთხით შეიძლება თქვათ პრეტენზია ჰქონდეს მაგალითად იმ ბანერის გამკვრელ პარტიას მის დამაზიანებლად მაგრამ ნუ რაზე არის საუბარი ხო ეს ყველაფერი გადავდულ გვერდ აქ არის საუბარი იმაზე რომ ერთის მხრივ პოლიტიკურ ლიდერთა უმეტესობა 99% ვინც არ გარიგდა ვინც ხელისუფლებას არ ეთანამშრომლა ვინც ხელისუფლებამ საფრთხეთ მიიჩნია ვინც ვისის თავისუფლებაში ყოფნაც ხელისუფლებისთვის არის დისკომფორტი ყველანი არიან ფაქტობრივად ციხეში მაგრამ ერთს ვერ ხვდება ხელისუფლებას რომ აქ უკვე საუბარი აღარ არის პოლიტიკურ მიკუთვნებულობაზე და პოლიტიკურ პროტესტზე. აქ არის სახალხო პროტესტი, აქ არის საზოგადოებაში დაგროვილი უსამართლობის განცდა. არ უნდა დაგვაუწყდეს 70-მდე პოლიტპატიმარი, არაპოლიტიკოსები, სინდისის პატიმრები, 20 წლის 3 წლის ბიჭები, რომლებიც არ გატყდნენ. რომლებსაც შეეძლოთ მეორე დღესვე დაკავებიდან და მათთან იყო არაერთი მცდელობა, არაერთი ადვოკატი შევიდა ხელისუფლებასთან დაახლოებული. არაერთი მცდელობა იყო რომ აღიარეთ, მოაწერეთ საპროცესო შეთანხმებას ხელი და თითოეულ მათგანს ძალიან თავისუფლად შეეძლო გამოსულიყო ასე ვთქვათ საპატიმრო მაგრამ სინდისის პატიმრები ძალიან კარგად არის ეს ტერმინი და მზია ამაღლობელი უნდა ვახსენოთ აქ და ნინო დათაშვილი აუცილებლად ქალბატონები მიბიჭები ვახსენეთ აუცილებლად ქალბატონებიც უნდა ვახსენოთ ამიტომაც არ აქვს აზრი დაჭერას აკრძალვას კომუნიკაციას თუ კი ადამიანებს აქვს უსამართლობის გზნობა და თუ კი ადამიანებს ეს უსამართლობის გზნობა არის მასობრივ პროტესტში გადაზრდილი ამას ვერნაირი რეპრესიები ვერ უშველის და ეს არის ყოველთვის კონტრპროდუქტიული. ამიტომაც ნიკამელიაზეც გკითხავთ, იქიდან მოდიხართ, რა არის მისი სათქმელი და ნუ ნიკა მოგეხსენებათ წლებია, ნუ ნიკას საქმეები ფაქტობრივად იქ ერთგვარ პრეცედენტებად ახალი ბრალი, რაღაც მოგონება, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნიკა დღეს არის უკანონოდ გატაცებული პირი, ვისთან მიმართებაში ადვოკატებს არც მას და არც სასამართლოს არ აქვს ერთი დოკუმენტიც კი, რა გასაკუთრებული იგი და განაც
ერთადერთი ბრიფინგი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც ამბობს, რომ თითქოს და ნიკამ გადმოვიდა, გაგიჟდა და პოლიციელებს დაუწყო გინება ლისისპის მიმდებარედ, ოდესაც იგი მიდიოდა კონკრეტულ ამის ვიდეო არ არსებობს, რა თქმა უნდა. ამის ვიდეო არ არსებობს, იმიტომაც მოხდა დაკავება იქ-სადაც მოხდა, წაართვეს ტელეფონი, მობილური ტელეფონი, მოგლიჯეს ყველანაირი, ასე ვთქვათ, ვიდეო სათვალთვალო კამერები მანქანებიდან, თითქოს და ეს უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მიეტანათ სასამართლოში და განხილულიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა, იცით, ამ შემთხვევაში ხომ ყველა ჩვენთაგანი დავინახავდით თითოეული პოლიციელის სახელს და გვარს, ვინც ჩაიდინა აღნიშნული უკანონო ქმედება. აი, როგორც მაგალითად იმ პოლიციელის სახელი და გვარები და სურათები გამოვლინდა ტელევიზიით, ვინც ეგრეთ წოდებული შეურაცხყოფილი სპეცნაზმეები არიან, რომლებმაც ლევან ხაბეიშვილს თითქოს და აღიქვეს ქრთამის მიცემად, ხომ? ამიტომაც საერთოდ მელიასთან მიმართებით საერთოდ ხელი აიღო ხელისუფლებამ საერთოდ არ გვეთანამშრომლება. სახელმწიფო მოთხოვა დოკუმენტებს არ გვაძლევენ. ამიტომაც მელიას თავზე, რა ვიცი, ერთი წისქვილის ხო არ დატრიალებულა, ამიტომაც მას საერთოდ არაფერი არ როქვის, სრულ სოლიდარობას უცხადებს აი ამ პროცესს, ინდისის პატიმრებს, პოლიტიკურ პატიმრებს, ლევანს მათ შორის და ბრძოლა ბოლომდე მისი დევიზია და მოკითხვები ყველა თქვენ ჟურნალისტ, რომლებიც ასე ასხივებთ გამარჯვების რწმენას ეთერებიდან. და სისხლის სამართლის ბრალთან საერთოდ რა კავშირშია ვიღაცამ შეურაცხყოფილად რომ იგრძნო თავი, ეს კიდევ ცალკე იურიდიული სამსჯელოა. და წარმოიდგინეთ ნიკას აქ კიდევ დამატებით ბრალია წყლის შესხმის ეპიზოდს. კი, მახსოვს. წყლის შესხმის ეპიზოდთან დაკავშირებით იმდენად ეთყობა ეუხერხულა მოსამართლეს იქ მოწმეთ და დაზარალებული სტატუსით შემდგომ პროცესზე, საერთოდ არ შეიყვანა პროკურატურამ. აი ესეც სამართლებრივი თვალსაზრისით გარკვეული აბსურდია, რომ დისკომფორტი ჯერ ხომ ჩაკეტეს სასამართლო, არა გადაღება არ შეიძლება ეზოში არ უშვებენ ჟურნალისტებს. მოწმეები რომ მივიდნენ სრულ მოწმეები და მისცენ იქ ჩვენებები, ამისთვის იქ ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ და არ უნდა გაშუქდეს. და აი ჩვენ საქმეში საერთოდ მოსამართლე მოწმეთა სიაშიც კი არ არის, და დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვს.